საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებს საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. ამსათაურით Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დღეს კი ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი აქვეყნებს. ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. ბაჩიაშვილი ამბობს იმასაც, რომ მისი უსაფრთხოება რეალური საფრთხეების წინაშე დგას, რის გამოც ქვეყანას იძულებით ტოვებს. მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ. საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ. იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა, უცხადებს სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ. და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არაა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ ამარჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ. ჩვენ გვაქვს სიყვარული. თებერვალში სააგენტო BMG-ის სიახლეები 3.200.000 ჯერ წაიკითხეს. Google Analytics-ის მონაცემებით ეს მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით მეტია. ეს სტატიები სულ 499.000-მა უნიკალურმა მკითხველმა წაიკითხა. გარდა ამისა, BMG-ის მომხმარებლებიდან 434.000 ვებგვერდს საქართველოდან სტუმრობდა, 13.000 ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან 7.100, გერმანიიდან 6.300, საბერძნეთიდან 4.100, რუსეთიდან 4.000, ხოლო ნორვეგიიდან 3.500. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში BMG-ის მკითხველთა 52.4% ქალი, 47.6% კი მამაკაცი იყო. 2025 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა. საქსტატის ანგარიშის თანახმად ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების 3.7%-იანმა ზრდამ. ასევე გაზრდილია ჯანდაცვის სექტორის ფასები და ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7%-ით, ყველაზე მეტად კი გაწვირდა ზეთი და ცხიმი 15.4%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 11%-ით, ბოსტნეული და ბახჭეული 9.7%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.4%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში პროდუქტები 4.7%-ით გაძვირდა. ფასები 12.2%-ით შემცირდა კავშირკაპულობის ჯგუფში. $2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15.562.000 ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 5.8%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 45.7% გენერალური ტვირთი იყო, 23.6% თხევადი ტვირთი, ხოლო 20.7% ნაყარი ტვირთი. 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 1683 გემი, რომელთა 38.5% იყო გენერალური ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 30.1% თხევადი ტვირთმზიდი, 22.5% კი კონტეინერ მზიდი, ხოლო დანარჩენი 8.9% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 18.4% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.1% პანამის, თითქმის 10% მალტის, 8.7% ლიბერიის, 5.2% კი რუსეთის. იანვარში მედიკამენტების იმპორტი შემცირდა. ქვეყანამ 48.125.000 დოლარის ღირებულების 1002 ტონა მედიკამენტი შეიძინა. კლებაწინა იანვართან შედარებით ღირებულებაში 20%, რაოდენობაში კი 33.6%-ია. დაფასებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის შემცირება ძირითადად მთავარი მიმწოდებელი ქვეყნიდან თურქეთიდან იმპორტის კლებით არის განპირობებული. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის განახევრება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული. გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნავს,
ნიშნავს, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების 90-95% რეფერენტულია. რა მოუტანა ფარმაცევტულ სექტორს რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებამ. არის თუ არა რაიმე ტიპის გამოწვევები პროცესში და ზოგადად რა რისკები ჩნდება საქართველოსთვის თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შემცირებით. თემაზე 15 საათზე და 30 წუთზე წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ფარმაკოეკონომისტ და პოლიტიკის კონსულტანტი თინათინ ტურძელაძე იქნება ჩვენი სტუმარი. 2024 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 15060-მდე მოქალაქე მითხოვა. 2023 წელს კი მათი რაოდენობა 25209 შეადგენდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების განმეორებითი განაცხადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 17% შეადგენს. აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები განმეორებითი განაცხადით ძირითადად საფრანგეთს, გერმანიასა და ბელგიას მიმართავდნენ. ანგარიშის მიხედვით 2024 წლის ბოლოს განხილვის პროცესში მყოფი განაცხადების საერთო რაოდენობა 991 შეადგინა. Euronews-ის ინფორმაციით ეს ციფრი 2016 წლის მიგრაციული კრიზისის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებს უტოლდება. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა ჯამურ მონაცემებს, ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს წლიური ანგარიშის თანახმად თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა ევროკავშირში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში ჯამურად 2024 წელს 11%-ით შემცირდა, თუმცა ზედიზედ მეორე წელია 1 მილიონს აღემატება. საერთო ჯამში 2024 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1,14,420 ადამიანმა მოითხოვა, 2023 წელს კი მათი რიცხვი 1,153,000 საჭიროებდა. საზღვრიდან ტურისტების გაბრუნება ტურიზმის სექტორის მიზანმიმართულ დაზიანებას ჰყავს. ტურისტული კომპანია Phil-Georgia's დამფუძნებელი ლუკა თურქაძე BMG-სთან აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში აზიიდან შემოსულ ტურისტულ ჯგუფებს ან ცალკეულ პიროვნებებს საქართველოში არ უშვებენ და საზღვრისგან უკან აბრუნებენ. მისივე ინფორმაციით საზღვრიდან გაბრუნებულ პირებს შორის ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და გალფის ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებსაც ისე აბრუნებენ საზღვრიდან, რომ მიზეზსაც კი არ განუმარტავენ. Phil-Georgia's დამფუძნებლის თქმით, ბოლო 3 თვეა ქვეყანაში ევროპელი ტურისტი არ ჩამოსულა და ევროპიდან მომავალი თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი ჩამოდის. ის ნახევარიც კი ქართველები არიან. მისივე ინფორმაციით, მისი კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ მას აქვს ინფორმაცია, რომ საზღვრიდან გაბრუნების ფაქტები ძირითადად ქუთაისის აეროპორტში ფიქსირდება, თუმცა მისი პირადი გამოცდილებით საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების ფაქტები მას თბილისის აეროპორტში უფრო მეტი ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების ტარიფებს კანადა ანალოგიური ნაბიჯით პასუხობს. კანადა სამშაბათიდან დააწესებს 25%-იან ტარიფებს 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე, თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ორშაბათს განაცხადა. მისი თქმით, კანადა სამშაბათიდან დააწესებს 25%-იან ტარიფებს 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე, ხოლო დანარჩენ 125 მილიარდი დოლარის პროდუქტზე ტარიფები 21 დღეში ამოქმედება. ჩვენი ტარიფები დარჩება მანამ, სანამ შეერთებული შტატების სავაჭრო ქმედებები არ გაუქმდება. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარიფებს არ მოხსნეს, ჩვენ აქტიურ და მუდმივ დისკუსიაში ვართ პროვინციებთან და ტერიტორიებთან რამდენიმე არასატარიფო ზომების გასატარებლად, დასძინა ტრუდომ. კანადის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების ტარიფები შეეხო ჩინეთსაც, რომელმაც ასევე კონტრნაბიჯები დაანონსა. სამშაბათს ჩინეთმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას დააწესებს ახალ ტარიფებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ცნობისთვის ტრამპის მიერ კანადისა და მექსიკისთვის დაწესებული 25%-იანი, ასევე ჩინეთისთვის დაწესებული 20%-იანი ტარიფები ძალაში დღეიდან შევიდა. საქმის კურსი 12 საათსა და 30 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით 13 საათსა და 40 წუთზე დაგებრუნდებით.